ხშირად მეკითხებიან აი ზამთარში რა პირობებში შეიძლება გასხლა, ზამთარში შეიძლება თუ არა გასხლა, თოვლის დროს, ყინვის დროს, ასეთი კითხვები შემოდის. ჩვენ ამჯერად ვიმყოფებით კახეთში, ნუშის პლანტაციაში და ჩვენი ბიჭები აკეთებენ გასხლას. გასხლა ხეხილოვნების შეიძლება უარყოფითი ტემპერატურის დროსაც, -3-ზე, -5-ზეც კი შეიძლება გასხლის სამუშაოები ჩატარდეს. გამონაკლისს შეადგენს ვაზი, ვარდი, აი ისეთი მცენარეები, რომელთაც აქვს გაგრძელებული ვეგეტაცია და რომელთა ნაზარდები გამერქნებული არ არის. მოგეხსენებათ ვაზის შაშანდელ ნაზარდებს გამერქნება არ აქვს შიგნით, ღრუბლოვანი აგებულება აქვს გული-გულას, ვარცაც ეს ახასიათებს და ზოგიერთ სუბტროპიკულ მცენარეს, თორემ ძირითადში -5 გრადუსამდე ყინვა თუ არის -5 გრადუსამდე, თამამად შეგიძლიათ აწარმოოთ გასხლები. -10 გრადუსი, ხო, -8 გრადუსი, -10 გრადუსი უკვე შეიძლება იქნეს დამაზიანებელი ზოგიერთი ხეხილოვნისათვის. არა ყველასთვის, მაგრამ მე არ გირჩევთ, რომ -5 გრადუსი უფრო დაბალ ტემპერატურაზე აწარმოოთ გასხლები.